სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ილოცავთ ზვანო და დამე დღევანდელ დღეს კვირადღის მადლი ვეწეოდეს იონა წინასწარმეტყველის სენება დღეს და მე მინდა ხა ალბათ ყველა დიდ ემოციებში ვიყავით, გასაცდელი იყო საქართველოში დიდი და მე მინდა რაღაცა შევეხმიანო ყველაფერ ამას. პირველი დიდი საქართველოს ისტორიაში, პირველი დიდი თავდადება ქრისტიანობისთვის ეს იყო ვახტანგ გორგასალის დროს, როცა მაზდიანური სპარსეთი ძალიან დიდი ჯარით მოადგა და უნდოდა საქართველოს განადგურება. ნუ მართალია იქ თუ მაზდიანობას მივიღებდი, აღარ გაგვანადგურებდნენ, მაგრამ ეს იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, ბრძოლა ქრისტეს თავდადებისთვის. და მაშინ დაახლოებით მილიონიანი ჯარი მოადგა საქართველოს და იმიტომ მიყვარს მე უჯარმაში, იქ უჯარმის წინ ივრის ხეობაში მოხდა ეს ბრძოლა. მემატიანები არასწორად მემატიანები კი არა, შემდგომ დროინდელი ისტორიკოსები არასწორად წერ, ჩვენო ვერ გავიმარჯვეთო, მაგრამ ვერ სპარსეთმა გაიმარჯვა. ასე თავს რომ მიუდგენ, ეს იყო საქართველოს დიდი გამარჯვება, შემოწმებას. თავდადება ქრისტესთვის. შემდგომ მუდმივად ესე იყო. ბასიანი, შამქორი, მანამდე დიდგორი, ეს იყო თავდადება ქრისტიანობის შემოწმებას. ქართველი შემდგომ ყველა ბრძოლა შემოწმებას. ქრისტესთვის თავდადება. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ღვთისმსახურებში ყველაზე მეტი რაოდენობა არის ქართველი, ვინც სხონდა. მარტო პროცენტულადაც რო თქვათ, ესეც დიდი სასწაული იქნებოდა. პროცენტულად კი, რაოდენობრივადაც ღვთისმსახურებში არის ყველაზე მეტი ქართველი. გავიხსენოთ, ყველა ეს ბრძოლა რამდენი დაიხოცებოდა ამ ბრძოლაში, რო ახსენე ეს ბრძოლები. 100,000 მოწამე ერთი დღის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხო ღმერთმა წინასწარ ხედვით ყველაფერი იცოდა და იცის რა მომავალშიც რა იქნება. ამიტომ შემოწმებასები ღვთის განგებით წინასწარ მოხდა. იცოდა რა ღმერთმა რა თავდადებული იქნებოდა ქართველი ხალხი. ამიტომ იყო რომ ღვთის უდიდესი სიწმინდეები ძველი აღთქმის, ესე იგი ხალემი ილია წინასწარმეტყველის უფლის კვართი, მე შემდგომ უკვე ღვთისმშობლის პერანგი ღმერთმა გამოგზავნა საქართველოში. მე ამას რატო ამბობ ეხლა, რომ ჩვენ დიდი განსაცდელები ქონდა, ხო, მაზდიანური სპარსეთი მაშინ იყო, როგორც ეხლა ამერიკა. არ მოიდგინე იმ დროს და ასევე თურქ-სელჯუკები და დიდგორში კოალიცია მოხდა საერთო მთელი მუსულმანების კოალიცია დავამარცხე ზმანოდათა წმინდა გიორგის ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის შეწევნით. და რა მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ებრძვის განსაკუთრებით დიდი ძალა, დაუნდობელი ძალა. მონღოლებმა კიდევ კაცობა იცოდნენ, რაღაცა ვაჟკაცობა, ცოდნე დადიანის ვაჟკაცობა დააფასეს. იქ დავით ულუს ვაჟკაცობას აფასებდნენ და ესეთები იყვნენ მონღოლები, ვაჟკაცობას აფასებდნენ. დღეს ჩვენ ძალა გვებრძვის, შემოწმებასებო, უღირსი ძალა, უღირსი საშიელი ანტიქრისტიანული ძალა, რომელიც მზად არის გაგვსრისოს, გაგვანადგუროს და იმ შემთხვევაში დაგტოვებს, თუ გავხდებით LGBT იდეების მატარებელი. ეს რა ძალა გვებრძვის და აი ხა ჩვენ რო ვიცილებთ ამ ყველაფერს, ამ საშინელ ძალას, მე უბრალოდ მიგვირს და არც არის გასაგები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის სასწაული, მხოლოდ ღვთისმშობლის დაცულობა.
რომ რამდენი შეტევა გააკეთა ამ დისტეიტი ქვია თუ რაღაც ამ deep state ამ საზიზღარმა ანტიქრისტიანულმა ძალამ, მაგრამ საქართველოს დაცვა. ეს სასწაული ხდება ჩემო ძვირფასო. სასწაული, უდიდესი სასწაული. და ჩვენ კვლავ გვეძლება შესაძლებლობა, ბედნიერება, რომ კვლავ კვირა დღეს ვიზეიმოთ დიდი დღესასწაული და ვიზეიმოთ კვლავ ქრისტიანულად და კვლავ დიდი სულიერი სიხარულით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იყავით მხიარული მარაჯან და ყოველ წამს, იყავით მხიარული. და აი მერტი გვაძლევს ამის საშუალებას ჩემო ძვირფასო. იცით რა, მე მინდა ის თემა გავაგრძელო, რომ პავლე მოციქული იყო ძალიან შინაგანად გაბრაზებული სულიად სამართლიანად გალატელების მიმართ და უთხრა თქვენ უგუნურნო გალატელნო, იმიტომ რომ ქრისტიანობა დაამყარა და ამ გალატელებმა ადგენენ და სხვებს მოусმინეს და როგორც ხდება გადაიპირეს და ასე შემდეგ. უმადურნო კორინთელებს ეუბნება, კორინთელებს ყველას არ ეუბნება უმადურებო და მე მოყავს თავის ესე იგი თუ როგორი ტანჯა ქრისტესთვის და როგორი დამსახურება აქვს და ესე მაშინ რომ ვერ ხედავდნენ პავლე მოციქულს და მათ უნდა თქვენ უნდა მაქოთ მეო, მაგრამ იძულებული ვარ რომ მე ჩემი თავი ვიქო თქვა პავლე მოციქულმა და ეს ამბები დღესაც ხდება, სულ ხდება ჩემო ძვირფასო. იმიტომ რომ დღეს ყველაზე დიდი დამსახურება როგორც პავლეს მაშინ საქართველოს ეკლესიაში აქვს უწმინდესსა და უნეტარეს. ამიტომ მართალია მთელი ბევრი ძირითადა მადლიერია პატრიარქის, მაგრამ არიან უმადური ხალხი, რომლებიც აი ესე კორინთელებისავით რაღაც ნაწილივით და გალატელებივით ესე იგი როგორც პავლე მოციქულთან ჰქონდათ პრობლემა, ასევე აქვს პატრიარქთან სამწუხაროდ პრობლემა. ესე იგი დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა გამოუცდელობის გამო, ჩემო ძვირფასებო, უყურებს ეკლესიას, როგორც ვაი, რატომ არ ხდება, რატომ არის რაღაც გადაცდომები, ხო არის ყველგან, ჩემო ძვირფასო, ქრისტეს ყავდა 12 მოციქული, აქედან ერთი იუდა იყო, ესე ქრისტეს 12-დან ერთი გამყიდველი იყო, ხოლო 70-დან რამოდენიმე გამყიდველი წარმოიდგინე. ხო და შემდეგ ისტორიაში ძალიან ბევრი ეს გამყიდველები, იმიტომ რომ თქვენ ამ ყველას და მეითუმეტეს ახალგაზრდებმა უნდა იცოდეთ, რომ ადამიანი, ჩემო ძვირფასებო, არის დაცემული ბუნების. ადამიანი ნორმალური კი არა. ეს გარეგნულად ვიღაც რომ მოგვეწონება, ვიღაც თავაზიანი ადამიანი, კულტურული ადამიანი, ის წმინდანი კი არა. იმას თავის პრობლემა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც გინდა იყო, გინდა სასულიერო პირი, გინდა მithumetes ერის ხალხი, არ შეიძლება ესეყურება რატომ არის ესე ეკლესიაში და რატომ არის ისე ეკლესიაში და რატომ არ არის იდეალურად, როგორ უნდა იყოს ადამიანი იდეალურად, როდესაც ადამიანი არის დაცემული. ადამიანი არის დაცემული. გეხოცები რა ის პატარა ბავშვი ნახე სადა ასული და ვიღაცას უთხარ და გადმოაქვს. ხო და უთხარით ჩავა. ხო და ესე იგი არ არის ეს არ არის სწორი ხედვა ჩემო ძვირფასო. თვითის ადამიანებიც რომლებიც ამბობენ ეხლა ჩემთვის ამ ბოლო დროს უთქვიათ აი რატო არის ესე ეკლესიაში იქ ესე რატო ხდება ვინც მეუბნება ხო ვინც მე თვითონაა დაცემული და თვითონ აქვს სულიერი პრობლემები. ამიტომ რა უნდა გავაკეთო? აი ნახე. დავით აღმაშენებელმა, როდესაც რუისის კრება მოიწვია, რომ განეწმინდა შეძლების დაგვარა ეკლესია და ეკლესიაში იყო დიდი ამბები, ჩემო ძვირფასო. იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, კანონიც მიიღო რუისის კრებამ, ხო? წარმოიდგინეთ, ეს საშინელი ცოდვით მამათმავლობით დაცემული ადამიანებიც კი იყვნენ, როგორც ეთქობა სასულიერო პირები ეკლესიაში. ეს ხო საშინელება. და დავით აღმაშენებელმა რუისისკენ მოიწვია და თავის უკვე უძლეველი ქართული ჯარის დახმარებით განწმინდა შეძლების დაგვარა.
ანუ მაშინაც კი იყო აი სულ ესეთი პრობლემები რა გამიგე და იქვე დავთამაშე მემატიანე წერს რომ ესო ფრიად ძნელი იყო წარმოიდგინეთ უძლეველი ქართული ჯარი როგორც ეყავდა და ეს თურმე ყოფილა ძნელი წარმოიდგინე ეხლა შეიძლება ვთქვათ რომ შეუძლებელი ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ასე ეკლესიას აქვს თავის კანონები ამიტომ იქ სასულიერო პირი ცუდია თუ რაც არის ჩვენ გვჭირდება ზიარება აღსარება ჯვრის წერები ჩვენ გვჭირდება შვიჯერ ზეცხება და ლოცვები და ასე შემდეგ წირვის ჩატარება ამაში ცუდია თუ კაია ის იმას ეთვლება ეს მიიღებს მონაწილეობა დანარჩენი კანონები გვაქვს და არ შეიძლება ესე მივედოთ ვისაც გინდა არავის არც ეპისკოპოსს არც მღვდელს არც ბერებს არავის პიროვნულად არ უნდა მიენდო უნდა გიყვარდეს ყველა უნდა ვაფასებდეთ ყველა მაგრამ არ უნდა მივედოთ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ხვებიან და მე ჩხუბი მომსვლია ქალბატონები იყვნენ მთელი ამ 40 წლის ჩემი 40 წლისა 38 წლის მღვდელობის იმაში მანძილზე მე რამდენიმეს ვეჭხუბე იმიტომ რომ ვიღაც უცნობია თუ ვიღაც არ აქვს ამას უშუალოდ ვიღაც სასულიერო პირებს გააყოლა თავისი შვილი და მე ამბებს მიყვებოდა რა მე ვთხარ შენ დედა ხარ რა ისინიო ხო ისინი იყვნენ მოკლედ სასულიერო პირები რა შოშე სასულიერო პირება იუდა იყო 12 მოციქულთან არავის არ მიენდო აი ესე უნდა დავიცვათ ჩვენი თავი გამიგე არავის არ უნდა მივედო ხოლო რაც შეეხება იმას რომ ჩვენ ეხლა განწმინდოთ ეკლესია კი შეძლებს დაგვარა კიდე მეორე პატრიარქს ზნეობრივი კომისია ყავს გამოყოფილი და შეძლებს დაგვარად ალბათ ისინი ახერხებენ რაც შეუძლიათ მაგრამ სულ განწმენდა ჩემო ძვირფასებო ისეთი დრო არის რომ აბსოლუტურად არავინ არ ვარ ღირსი ვიყოთ მღვდლები ამიტომ დაცვა არის ის რომ არავის არ მივენდო ვიყვარდეს ყველა მაგრამ მინდობა არ შეიძლება არ შეიძლება მინდობა არავის შვილი არ უნდა მიენდოთ არავის მორჩა და გადა მიიყვათ ეკლესიაში აზიანისა აღსარებას მიიღებენ აზიარებენ და ესე მე წაიყვათ სახში მოусმეთ ქადაგებას და ასე შემდეგ და ბასილი დიდის წარმოდგენს ჯულის კანონში გვიწერია რომ ღმრთელი რომ მივიდოდა მწირველი მღვდელი მონასტერში ქალების მონასტერში ღმრთელს უფლება არ ჰქონდა მონაზვნისგან მიეღო აღსარება თუ იქ დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე ასე ვთქვათ არ იჯდებოდა იღუმენია ესე იგი ღმრთელს ჩაკეტილ სივრცეში მონაზონთან არ ჰქონდა აღსარების მიღების უფლება გესმით თქვენ რატო ბავშვები ხვალვათ კაცო იმიტომ რომ დაცებული ადამიანი და კაჩულა მარც რას მოიმოქმედებს ან მონაზონი არ უნდა როგორ ერთმა თქვა მანდაც ეხტება მანდაც რა ჩვენ ვართ ღმრთელი ვარ ყველა ადამიანი არის დაცებული ბასილი დიდმა მოიგონა ეს კანონი ესე იგი რა ბასილი დიდი ესეთი ადამიანი და ამიტომ ღმრთლისგან მრევლისგან ყოველთვის უნდა იყოს დისტანცია ჩემოძრებას აუცილებლად და ის გადახრები და საშინელები რაც ხდება იმიტომ რომ არ ღვევენ ამ კანონს რაც ახლა მე ზოგადად ისე ვახსენე ვისთვის მოვიდა ქრისტე დაცემულები და საშინელები ვარ ჩვენ ყველა ადამიანი საშინელი ჩემოძრებას თქვენ ვინმეს კარგი გონია თქვენი თავი ეს ნიშნავს იმას რომ ვერ ხედავთ თქვენ წოდებებს თქვენ მისწრაფებებს და ასე შემდეგ ჩვენ გვჭირდება ხსნელი იესო ქრისტე რომელიც მოვიდა და გვითხრა შეინანეთ მოახლოებულა სასწრაფოებიცა და მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს სინანა კი არიან ურჩი მრევლი მაგრამ პავლეს ყავდა ურჩი მრევლი და ჩვენ რო ყავდეს რატომაც ვიგვირდეს არის უმადური მრევლი მაგრამ არის მადლიანი მრევლი ჩემოძრებასება და როგორ ეთერება პავლე მოციქული ასეთ მადლიან ესე იგი მრევლს განსაკუთრებით მე-16 ბოლო თავი იმის რა ქვია რომაელთან მარტებს
წაიკითხეთ ეს ბოლო თაღში როგორი სიყვარულით იხსენებს ასეთ მადლიან მრევლს და ნახეთ მე პირველი კორინთელთან ბოლო მე-16 თავში მე-17-18 მუხში პავლე მოციქული ამბობს გამახარა ნახეთ იქ უგუნურნო გალატელნო უმადურნო ისა კორინთელნო და ასე შემდეგ აკი ამბობს გამახარა სტეფანას ფორტუნატიუსის აკაიკოსის მოსვლა ნახეთ რას ამბობს პავლე მრევლზე ზოგიერთზე გამახარა ვინაიდან მათ დაამშვიდეს სული ჩემი ესმის არის ესეთი მრევლი ჩემო ძვირფასი მრევლები რომ ამშვიდებენ მოძღვრის სულს გამიგე და მოძღვარსაც უხარია მათი დანა გამიგე აი როგორც პავლე მეხა ჩამოთვალა მიხარიაო ფორტუნა ის მოსვლაო აკაიკოსის მოსვლაო იმიტომ უხარია რომ მათო ჩემი სული დაამშვიდეს და ჩვენც ესე ჩვენც მადლიერ მრევლზე მადლიერ უპირველესობა გამოიხატება იმაში რომ ისე აზრობენ და ისე ცხოვრობენ როგორც მოძღვარი ეუბნება მართლმადიდებლად სწორად რა თქმა უნდა გამიგე ესეთი მრევლი ახარებს და აქ ამ სახელების მაგივრად პირადად მე ხო ჩემილი ხარ ჩამოთვლი მრევლს როცა ჩემი მრევლი აქ მოა აღსარებაზე ან სახში მოა მე პავლე მოციქულით ვამბობ გამახარა შენ მან მოსვლა იმიტომ რომ შენ ჩემი სული გაახარა გამიგე რაღაც მსგავსა ვეფხისტყაოსისა ხო გახსოვს ამას მანიშნებდა ისაო ნიშანის სიხარულის გაეგება თაყვანისცაო და მე მთავარის ახლა ამავე სააკაშვილი ვთვალე და ისაო ხამს სტუმარი სასურველი ხო გახსოვთ ეს და მასპინძელი მხიარო ხო და აი ეს არის ჩემო ძვირფასი და დღეს რა იქნება მომავალში ჩვენ არ ვიცით მაგრამ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენ ხედავთ რომ ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი ჩვენ გვეხმარება აი 1 ოქტომბერს იყო შალვა მიწიდან ერისბარის ხსენება ეს იყო მე-17 საუკუნეში როდესაც მილიონი თურქმანული ტომი შახაბაზმა მეორე შახაბაზმა ჩამოასახლა ალაზნის ველზე მორჩა დაღუპული იყო საქართველო და სულ მცირე მთიელი და კახელი და არაგველები რაზმი სულ რომელიც 10,000 კაცს შეადგენდა სხვა გზა არ ჰქონდა დადეს თავი წავიდნენ და მილიონიანი ოჯახი იყო მილიონი ბავშვებიც იყო ესე მაგრამ ერთი დაახლოებით 300,000 კაცი იქნებოდა მეომარი 10,000-მა კახელებმა და მთიულებმა დაეშვნენ თიანეთიდან ალაზნის ველისკენ და იცი თქვენ ბახტრუნის ბრძოლა გაანადგურეს დედაწულიანას და გადარჩა საქართველო და ეხლა ეს ძალიან ისეთი იყო მაინც შეწირვაზე წავიდა ხო ეხლა 10,000 კაცს როგორ უნდა მოეღო შეწირვაზე წავიდნენ დავიხოცო ჯობია ვიდრე და შეწირვაზე წავიდნენ მაგრამ რო დაიძრენ და ესეთი რამე გადაწყვიტეს ზეცაში წმინდა გიორგი გამოეცხადათ ესე ამბობს მემატიანი რაც იყო ნიშანი იმისა რომ გავიმარჯვა გამიგე სასწაული და თიანეთის სხვადასხვა იქ არის პირველი მეფე არჩილი თქვენ გახსოვთ ძალიან დაძაბულობა რო იყო მე ბევრჯერ მითქვია ძალიან დაძაბულობა იყო რუსეთსა და ჩეჩნებს შორის ომი იყო პირდაპირ და ჩეჩნები გადმოვიდნენ აქეთ რომ შევარდაძე მიცა უფლება 2000 ერაღული ჩეჩენი უკვე ახმეტა თიანეთის დღეებში იყვნენ ლაშას ჩვენ რო დავდივართ იქ იყვნენ განლაგებული და ძალიან საშიში მდგომარეობა იყო ვიღუპებდნენ იმიტომ რუსეთი დაიწყებდა ომს აქეთ ჩვენ ტერიტორიაზე და აგერან მამა კახაბერის აქ არ არის დღეს მამა კახაბერის ძმა მე თიანეთში და ერთი სოსოლი პარტია იყო ვიჯექით დასავლეთი მზე ჩადიოდა და ბიჭო ხედავ გამოისახა ნუ ახლა ვინ უნდა იფიქრო ხედარი წმინდა გიორგი ღრუბლებში განათებული ოქროს
მეთქი ახლა და არ უთხარი ნახე მოჩასვე სპეციალურად ვკითხე ამათ. აბა ერთ შეხედეთ, რამეს ხედავთ საშინელი და წმინდა გიორგიო მხედარიო გაგიჟებული მიემართებოდა იმ ხარეს თითქოს აი ეს და ეს იყო ნიშანი რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მართლაც დასრულდა ეს მოკლედ ჩემო ძვირფასო მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ვარ დაფარული ღვთისმშობლის მიერ აი დიდი წინაპრების გამო და იმის გამო რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ რომ ყველაზე საშინელ ცოდვას როგორ ეკუთვნის საქართველოს პირველი 17 მაისი როცა ესე იგი ესენი აპირებდნენ პრაიდს რუსთავზე ვიყავი და ნუ ტიროდი იმიტომ რომ მეგონა რომ ალბათ არავინ არ გამოვა რა მაშინ მოხდა რომ ნახეთ საქართველოს თურმე რომ ცოცხალი და მეთქი ესენი ჩაატარებენ პრაიდს და ტიროდით მე ერთ სასულიერო პირი ვიჯექით იქა და ტიროდ სასულიერო პირები აი ჩვენ რო გლანძღავდნენ გახეთქილება საპირებო იქ ვიყავით ყველა და ისინი ვინც გვაძლო იქ საერთოდ არ მოსულა აი ღალატი საქართველოს მაგრამ ეს რა ვნახე ჩემო თვითფასებო 800,000 კაცი აი საქართველოს რა და რა თქმა უნდა ესეთი იქნება ბოლომდე დიდი იმედი მაქვს მე და ერთი ორ რამეს ვიტყვი კიდე და დავამთავრე ერთ საცოდავ ძალიან მიყვარდა მართლა განათლებული კაცია ეს და მე ყველას ვლოცავ ეხლაც ვლოცავ და ყოველთვის დავლოცავ ყველას გამოდის და რაღაცა საწყალი რაღაც განათლებით რომ მოკლედ ქრისტიანული საქართველოს მტერია და იძახის რომ ეკლესიაში და არის არა პროფესორი გაუნათლებლები ხალხი და არაფერი უსწავლია და რაღაცა და არაფერი არ იცით და ჩემო ძვირფასო განათლება თუ ჭეშმარიტების ხარისხი არ გახარ ეს არის გველი რომელსაც აქვს დაგროვილი შხამი გესმის მეტი არა ტრაგედია და მინდა კიდე ერთი რამ თქვა და ამით დავასრულე ზოგმა რატომღაც იგულისხმა რომ მე პროფესიას მეწაღეს ანუ საბოჟნიკს იატაკის დამგებს და იმას დავცი არავითარ შემთხვევაში პირიქით იქ ვამბობ შვენიერი პროფესია ამით ალექსანდრელი მეწაღე იყო უფრო მაღლა სულიერად ვიდრე არსენ დიდი რუსთაველიც მოვიყვანე მუშა უნდა მუშაკობდეს ამით უბრალოდ ის აღნიშნე რომ ის ერთ საბრალო კაცი რომელიც თავს დამესხა უთხარი რომ შენი საქმე არ არის შენი საქმე არის ის და გესწავლეთ მეწაღეობა და იქნება კაი მეწაღეობა მეტი არაფერი მე რა თქმა უნდა რაზია ლაპარაკი 14 წლიდან შრომობდა ნამდვილი მუშავარ დღესაც კი ხან ძღოლი ვარ ჩემ მეუღლის ოჯახის ბევრი წევრების ხან გრუშიკი ვარ ლიდერია მომაკ აბაზრიდან არიკიდან დავიდან და როგორ გეკადრე ჩემს ძმას როგორ გეკადრე უბრალოდ მე ეს თქვი რაც თქვი და კიდევ ერთი მე ბოდიში ვიხდი გამოთქმისთვის სომხური თქვი იმიტომ რომ ვერ ლამის იმიტომ თქვი რომ ქართულად უფრო სუდი იქნებოდა მე თქვა და ამიტომ თქვი უფრო ისეთ სახალისო მაგრამ ეს მე არ მითქვია სხვისთვის კაცო ჩემ თავზე მე თქვი რომ სიბერეში იცისმენ ადამიანი და თუ ესია მეთქი იმაზე თქვი ძალიან კაია იმიტომ სიბერე მიცის გამიგე მოკლედ ყველას იმ ეხლა კიდე სხვანაირად გამიგებენ ხომ დავფიქრე მე არ ფიქრობ ხოლმე რა არ მინდა ხოლმე ესე მაგრამ მოკლედ იმ კაცს იმ უდელს ყველას მე იმას ვერ გაუტარებ რაც დაგვაბრალებს ეგ გამორიცხულია მაგრამ უსურებ ბედნიერებას ჯანმრთელობას და აზრზე მოსვლას და კიდევ ერთი რამ გავცელდა ეხლა რომ ერთმა გავცელა რომ მამა ალექსანდრე ვარი უწესრიგო კაციო კი ბატონო ვამბობ ნამდვილად უწესრიგო ვარ და სახშიო და ეზოში ვერ მოუგვარებიაო საქმეო და მაგასო რას უსმენთ და რაღაცები ეს სულ მისმენს ეს კაცს სეთო ხო დავამტკიცე რომ ძალიან ბევრი მისმენს პოლიტიკოსებს ეს ნულ რეიტინგიანი ისე რა ქვია ხო მოკლედ და ისა ბასილი კობახიძე
ლიბერალი სამღვდელოება მაგის თამადობით ყველა მისმეს. ეხლაც მისმეს ეხალასაც ვამბობ ის და მინდა ვთქვა რომ იმიტომ ბავშვებია ჩემბრეული ახალგაზრდებია და ერთ ინციდენტზე ხარ გავშლი დეტალებში სახში ეზოში რაც მოხდა ჩემთან აი რა მოვიდა და ეზოში ვერ მოუწესრიგა და ეხლა მას მისმეს ლოკატორები ვიცი მასაც ულოცავდა ღმერთმა დალოცოს და ყოველივე სიკეთე მიმაგოს მაგრამ რო იცოდეს მანაც და სხვებმაც თვითონ კი იცი იმ მოუწესრიგებლობის გამო რაც მითხრა მან იქ რაც მე დავკარგე სამაგიეროდ მრევლმა 4-ჯერ უფრო უკეთესი მომწე არ მინდა ეხლა დეტალებში ასე მოწესრიგდა მე ხო სად რაც შეეხება ჩემ ეზოსა და კარს ჩემი ეზო ეხლა ცოტა მოხუცი და ბოლო 4 წელი ხელი ვეღარ შევავო აქეთ არ შიდა ეზო ჩემო ძვირფასე 100 კვადრატული ეზო მაქვს ბერმა შეადარა მამულაშვილის ბაღს იქით მხარეს კიდევ ხელს ვეღარ ვიმაშველი მაგრამ მაინც მოდი და ნახე იქაც შედარებით პატარა ბაღია უკანა მხარეს ისეც ულამაზესი ბაღი დანარჩენი ღმერთმა მოცა ისეთი ცოლი რომ აბა ინატროს ვინმე 13 შვილი გააჩინა 22 შვილიშვილს ველოდები თითქმის ჩემი სახლის ეზოში ავაშენეთ 3 ეკლესია მოვაპირკეთეთ ყველაფერი ლამაზო და ეს თვა მოუწესრიგებლობა კი ბატონო მე ეს ღმერთმა გააკეთა რა თქმა უნდა მე არ გამიკეთებია მაგრამ ეხლა რომ მომისმეს უსინდისო ადამიანი და კიდევ უსინდისო წამოწდა ბოდიში ვიხდი მაგრამ რა ვქნა ეხლა მართლა რა უნდა უწოდო ამ ადამიანს რომელმაც აი ესე ჩემო ბავშვებო იცოდეთ რომ მოუწესრიგებელი კაცი არა ვარ ოღონ ჩემი მოწესრიგებლობა არის ღვთისგან და მე არაფერი წესრიგი არა მაქვს ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი კაი ეხლა რა ბევრი გავაგზავნო დაგლოცოთ ღმერთმა მე მინდა დავამთავრო აი ესეთი ლექსით მუხრან მაჭავარიანის იმიტომ რომ საქართველოს სულ მოთმინებაშია არ გინდა ჯერ მასდიანების ზეწოლა მუსლიმების ზეწოლა შიიტების ზეწოლა სუნიტების ზეწოლა ათეისტების ზეწოლა და ყველა ზეწოლა და რას გაუძელეთ ხალხო რას გაუძელეთ და ეხლაც ვითმენთ და ვითმენთ ყველაფერს ხო და საქართველო არის ტაოკლარჯეთიდან ანუ მთელი თურქეთის ის ერთი დიდი ნაწილი საქართველოა ნოვოროსიისკიდან რუსეთის ის ნოვოროსიისკი რო არის ის არის ტუაფსე და საქართველოა ასევე დვალეთი დღეს რო რუსეთს აქვს რუსებს აქვს აქეთ ალავერდი და ლორეს ხეობა სომხური ტერიტორიები როა დღეს და ეგეც საქართველოა და ზაქათალა და მთელი ეს კახი და ისინი აზერბაიჯანს ეს საქართველოა და რაც ჩვენ ვართ აფხაზეთი რა თქმა უნდა და სამაჩაბლო ეს არის სულ საქართველო ყოველმა ქართველმა აი ამ სიცოცხლით უნდა იცოცხლოს და ამ სიკვდილით უნდა მოკვდეს რომ საქართველო არის ეს ტერიტორიებია სულ და მინდა დავამთავრო საქართველოს გაუმარჯოს ნაგუც კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად საქართველოს მოთმინების ფიალა ჩვენთან არსებობს. დიდი ჯვარი გამოიყენეთ ჩემო